ერთხელ მოვიდა ჩემთან ჩემი ძმაკაცი და ვხედავ რომ რაღაც აწუხებს ფონური სტრესი აქვს. მეკითხება როგორ უნდა გაზარდო ქალთან მეორე შეხვედრის ეფექტურობაო. მე ვხვდები რომ ასეთ აჟიტირებულ მდგომარეობაში არაფერი კარგი არ გამოუვა. ამიტომ მე მას ვეუბნები რომ ყველაზე კარგი მეორე შეხვედრა არის გაუქმებული შეხვედრა. როდესაც შენ შეხვედრიდან რამდენიმე საათით ადრე აუქმებ, ამაზე უფრო მეტად ქალში შენ და მიინტერესს მეტი ვერაფერი ვერც გამოიწვევს. მაგ დროს ქალში ჩნდება ინტრიგა და მის ბიოქიმიაში აქტიურდება დაჯილდოების სისტემა. ანუ თქვენ თითქოს და პირველ შეხვედრაზე ერთმანეთი მოგეწონათ, დანიშნეთ მეორე შეხვედრა და უცებ შეხვედრა გაუქმდა. საქმე იმაშია რომ თუ შენ ოდნავ მაინც ქალს მოეწონე, ის შინაგანად ბიოქიმიურად მოლოდინის რეჟიმშია. მას ფონურად აქვს ჩართული სასიამოვნო განცდების მოლოდინის რეჟიმი. ხო და მაგ თქვენი პაინის გაუქმების შემდეგ ის ყველაფერი რასაც ქალი განიცდის, მინიმუმ 3-ზე უნდა გაამრავლო. როდესაც ადამიანი შენით დაინტერესებულია, ის ყოველთვის მონახავს დროს შენთან შესახვედრად და ეს ყველა ქალმა კარგად იცის. და კიდევ მან ისიც იცის რომ შენ ის მოგწონს. უბრალოდ სიტყვაზე მენდე. არ აქვს მნიშვნელობა შენ ეგ უთხარი ქალს თუ არა. სულ რომ არ გქონდეს მისთვის ნათქვამი, სინამდვილეში ეგ პირდაპირ შუბლზე გაწერია, მაგას ქალი შენს შუბლზე კითხულობს და მაგას ვერასდროს, ვერც ერთ ქალს ვერ დაუმალავ. შესაბამისად, როდესაც შენ აუქმებ შეხვედრას, მასში მიდის შინაგანი, ფონური კონფლიქტი. ვიცი რომ მას მოვეწონე და შეხვედრა რატომ გააუქმა. ასე კი მხოლოდ ჯემალი იქცეოდა, რომელიც მე ძალიან მიყვარდა. მაგრამ მან მე მიმატოვა. გამოუცდელი მამაკაცი ვერ დაიჯერებს რომ ეს მეთოდი იმუშავებს. სამაგიეროდ ის დაიჯერებს იმ ინტერნეტ ექსპერტების ბანალურ რეკომენდაციებს. სასიამოვნო დღე მოუწყვე, ყვავილები აჩუქე და ნუ მოკლედ მსგავსი სტანდარტული რეკომენდაციები. მოდი უბრალოდ წარმოიდგინე ასეთი სცენარი. ძალიან მიმზიდველმა, ნავარჯიშებმა, თანამედროვე ტრენდებს აყოლილმა ქალმა, მეორე თქვენ შეხვედრაზე უცებ საჩუქარი რომ გაჩუქოს. რას იფიქრებ ამ დროს? პირადად მე მაგალითად ეჭვები გამიჩნდებოდა. ავად ხომ არ არის ნეტავ და ხომ არ მიმალავსო. ან რაღაცაში შემოტყუებას ხომ არ ცდილობს. რაში სჭირდება ადამიანს მეორე შეხვედრაზე ჩემთვის საჩუქრის ჩუქება? ანუ ეგ არის მოვლენასთან არასაპირწონე, არალოგიკური ქმედება. ამიტომ მეორე შეხვედრაზე მთელი ეგ თქვენი ყვავილები, საჩუქრები და ზედმეტად თავზე მოხვევები, უბრალოდ ეჭვებს აჩენს ქალში რომ შენ მისი შემოტყუება გინდა. რეალობა კი ის არის რომ ეგ სიმართლეა, შენ მართლა მის შემოტყუებას ცდილობ. შენ რეალურად არ გრძნობ იმ თავდაჯერებულობას რომ ეგ ქალი შენ გეკუთვნის და მაგ შინაგანი სისუსტის კომპენსირებას ცდილობ მსგავსი ჟესტებით. სხვა ინტერნეტ რჩევების არალოგიკურობის და მავნებლობის შესახებ, რომლებსაც ჯანმრთელ ადამიანში შიზოფრენიის პროვოცირებაც კი შეუძლია, აღარაფერს ვამბობ. პირველ პუნქტში წერია, იყავი მამაკაცური, იყავი თავდაჯერებული. მეორე, მესამე, მეშვიდე პუნქტში კი იმაზეა საუბარი თუ როგორ უნდა შეეტენო ქალს. აკეთე ყველაფერი ისე რომ ქალს ესიამოვნოს, ეცადე გამოიცნო მისი სურვილები, ეცადე მოერგო მას და ასე შემდეგ. და რაც ყველაზე მთავარია, იმაზე არავინ საუბრობს რომ ეგ თქვენი პაემანი პირველ რიგში შენ უნდა მოგეწონოს. და იმიტომ კი არა რომ შენ ეგოისტი ხარ. არა, უბრალოდ იმიტომ რომ როდესაც შენ პოზიტივით ხარ სავსე, შენი თანამოსაუბრეც გრძნობს მაგას და ისიც მაგ პოზიტივით იმუხტება. ქალი არის ნახევრად ცარიელი ჭურჭელივით, რომელიც შენ შინაგან ემოციურ მდგომარეობას შთანთქავს და ივსებს თავის თავს. აქედან დასკვნა. მაგალითად, ქალს უყვარს ჩინური სამზარეულო, შენ კი არ გიყვარს. თუ შენ მას დაპატიჟებ ჩინურ სამზარეულოში და თუ შენ ვერ მიიღებ მაგ პროცესით სიამოვნებას, მაშინ ეგ შეხვედრა ეფექტურად ვერ ჩაივლის. და თავისთავად იმის ალბათობაც დიდია, რომ შემდეგზე აღარც დაგთანხმდეს. ყველაზე იდიოტური ინტერნეტ რჩევა კი არის იყავი თავდაჯერებული, იყავი მამაკაცური, შენი რკინის კვერცხები დაანახეო. მაგრამ ის რომ შენ თავდაჯერებული იდიოტის იმიტაცია გიწევს და მაგის გამო რომ სტრესში ხარ, ვაიმე კარგად გამომივიდესო, მაშინ რა ხდება? ეგ ხომ ქალისთვისაც გასაგებია, გარშემო მაგიდებზე მჯდომი ხალხისთვისაც გასაგებია, მიმტანისთვისაც გასაგებია და ქუჩის ძაღლისთვისაც კი გასაგებია. იმიტომ რომ შენ იმის იმიტირება გიწევს, რაც არ ხარ. შესაბამისად შენი შინაგანი დაძაბულობა მხოლოდ და მხოლოდ იმატებს. შედეგად შენ არაბუნებრივად იქცევი, არაბუნებრივად გამოიყურები. ეს კი ყველაზე უარესი სცენარია. თან მეორეს მხრივ კი გაიხსენე რომ ქალი შენს შინაგან ემოციურ მდგომარეობას უბრალოდ შთანთქავს. და ზუსტადაც ეგ ქმნის მასში გარკვეულ ემოციურ ფონს. მაგას ბევრად ჯობია ქალისთვის პირდაპირ იმის თქმა რომ მისმინე, გულწრფელად გეტყვი რომ შენ მე ძალიან მაბნევ, ძალიან მაგრად გამოიყურები და საერთოდ არ იყო საჭირო მაგაში მაგ ხელა ძალისხმევის ჩადება. მოდი შემდეგისთვის ცოტა უფრო მოკრძალებულად ჩაიცვიო. ანუ აზრი იმაშია რომ თუ შენ გრძნობ რომ სტრესში ხარ, ნუ ცდილობ მაგ სტრესის შენი დომინანტური სიბრიყვით შეფუთვას. მაგას ყველა ხედავს და ეგ სასაცილოა. ჯობია რომ გამოუტყდე ქალს და ეგ ბოლი გამოუშვა.
მსგავს საკითხებში გულწრფელობა განუზომლად ძლიერი მეთოდია, ვიდრე იმის იმიტირება, რომ მაგარი ბიჭი ხარ. არანაკლებად მავნებლური რჩევაა, როდესაც გეუბნებიან, რომ შეხვედრისას აუცილებლად უნდა შეეხო ქალსო. შედეგად ჩვენ ვხედავთ დასტრესილ მაიმუნს, რომელიც ერთი თემიდან მეორეზე ხდება და პარალელურად იმაზე ფიქრობ, თუ რა მომენტში უნდა შევეხო მასო. იმიტომ რომ აი იმ ვიღაც პიკაპ ტრენერმა თქვა, რომ თუ არ შეეხე ქალს, ჩათვალე, რომ მისგან ვერაფერს ეღირსებიო. შედეგად მამაკაცი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ხდება. ჯერ ქალის მოთაფლას ცდილობს. რომ ხედავს, რომ არაფერი გამოსდის, შემდეგ შედის ინტერნეტში და თავს ნაგვით იტენის. იქ მას ეუბნებიან, რომ შენ მამაკაცურობა გაკლიაო. ამის შემდეგ კი ცდილობს თავისი მასკულინურობის დემონსტრაციას. შედეგად დონ კორლეონეს როლის მორგებას ცდილობს. აი იმ მაგიდაზე უნდა დავჯდეთ, მე ხომ მამაკაცი ვარ და მე ვიღებ აქ გადაწყვეტილებებს. ინტერნეტში მასე ეწერა, იქ ხომ პროფესიონალები წერენ. ამიტომ ახლა მე რაც შეიძლება მეტი სივრცე უნდა დავიკავო. ბეჭებში უნდა გავიმართო, ფეხები უნდა გავშალო და ჩირთვალებში უნდა ვუყურო. თორემ შეიძლება ქალმა იფიქროს, რომ მისი მერიდება და ჩმორი ვარ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან სერიოზული, ბრუტალური სახე უნდა მივიღო. ნუ რა ვიცი, მე მგონი ამ ყველაფრის აბსურდულობის შესახებ და კომენტარებაც კი არ ღირს. გეტყვით ახლა რა არის რეალურად მნიშვნელოვანი. ნდობა რა თქმა უნდა. ნდობა კი შეუძლებელია გულწრფელობის გარეშე. მამაკაცთა დიდ ნაწილს მოზარდის ფანტაზიები ამოძრავებს, რომ რაც შეიძლება მამაკაცური უნდა ვიყო. სინამდვილეში კი შენი ეფექტურობის შედეგი არის დამოკიდებული შენი მოტივების გულწრფელობაზე და შენი სანდოობის კოეფიციენტზე, რომელსაც მიაღწია მიმოწერაში ან პირისპირ დიალოგში. ქალი თავისით მაგ ყველაფერს არ იზამს. მას აქვს გარკვეული თავდაცვის მექანიზმი, გარკვეული ბარიერები აქვს დაყენებული, რომლებიც სწორად და წარმატებით უნდა გადალახო. უბრალოდ გაიხსენე, როდესაც შენს საუკეთესო მეგობარს ესაუბრები, ან როდესაც შენს მშობლებს ესაუბრები. მაგ დროს შენ არ იძაბები, შენი სტრესის დონე არ მატულობს. პირიქით კლებასაც კი იწყებს. იმიტომ რომ ეგ არის შენთვის ძალიან კომფორტული და თბილი გარემო. და ზუსტად იგივეს უნდა მიაღწიო ქალთან შეხვედრაზეც. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ როდესაც შენ ქალს ეკითხები მოგწონს თუ არა შენი სამსახურიო. ან რა ჟანრის ფილმებს უყურებო. ან რა ტიპის ჰობები გაქვსო. შენ მაგ ყველაფრით ვერ ქმნი იმ კომფორტულ და თბილ გარემოს. შენ მისთვის ისე უცხო და არასანდო ადამიანად რჩები. მასეთ კითხვებს სვამენ უცხო ადამიანები. შენ კი უნდა მიაღწიო ისეთი ნდობის კოეფიციენტს, რომ მეორე კი არა, პირველივე შეხვედრაზე ქალმა ისეთები მოგიყვეს, რასაც საუკეთესო დაქალს არ მოუყვებოდა. და მაგის მიღწევა შესაძლებელია. თან ძალიან მარტივად. იმიტომ რომ თქვენი შეხვედრის აზრიც მაგაში მდგომარეობს. ქალს არაცნობიერად ეგ უნდა ისედაც. უბრალოდ გაიხსენე, გექნებოდა ისეთი შემთხვევა, სადაც თავისით ისე დაალაგდა, რომ ორივეს ძალიან გაინტერესებდათ ერთმანეთი და გულწრფელად უყვებოდით ერთმანეთს რაღაცებს. და საქმე იმაში კი არ არის, რომ ეგ ქალი არის, აი ის ერთადერთი, რომელიც შენთვის შეიქმნა. არც თუნდაც იმაშია, რომ ეგ ქალი იყო ძალიან გარყვნილი. არა, უბრალოდ რაღაცები დაემთხვა, ისე დაალაგდა, როგორც საჭირო იყო და ავტომატურად მოხდა ის ყველაფერი, რაზეც მე ვსაუბრობ. ზოგი 10 წელი ცხოვრობს ქალთან და მაინც არ იცის მისი შინაგანი, რეალური დაკვეთები. და თუ შენ გინდა, რომ ყველა შენს შეხვედრაზე მასე იყოს, ეგ ვერ მოხერხდება, თუ შენ ეგ კონკრეტული ქალი ძალიან გინდა, თუ უკვე მოასწარი მისი გაფანატება. იმიტომ რომ ბევრად გაგირთულდება მოდუნება. შედეგად არავინ შენ გულწრფელ საუბრებს არც დაგიწყებს. და გასაგებია, რომ ვიღაცები ასე თუ ისე ლაგდებიან და ოჯახებსაც კი ქმნიან. მაგრამ ჩვენ აქ გვაქვს პრეტენზია, ან ყველაფერი ან არაფერის სახით. თუ შენ ეს პრინციპი რაღაც ძალიან მკაცრი გეჩვენება, მაშინ გააგრძელე ინტერნეტ ექსპერტების მოსმენა. იმიტომ რომ შენ უბრალოდ ქალი გწყურია და შენ აუცილებლად გარდაულად დაუშვებ შეცდომებს. თანამედროვე გარემოში მათ შორის ფატალურ შეცდომასაც დაუშვებ პრობლემურ ქალთან ოჯახის შექმნის სახით. იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ქალის ის შინაგანი დაკვეთები, შინაგანი მდგომარეობა აუცილებლად გამოიჩენს თავს. და რაც უფრო გვიან ამოტივტივდება, მით უფრო რთულ ვითარებაში იქნები. მამაკაცთა სრული უმრავლესობა მაგ სტადიებზეც კი ვერ ხვდება პრობლემების რეალურ მიზეზს. ვერ ადგენს მიზეზ შედეგობრივობას. იმიტომ რომ ქალი ისე არ საუბრობს, რომ აი მე სხვა რამ მინდა და შენ ჩემს ემოციურ დაკვეთებს ვერ აკმაყოფილებო. არა, მას ყურადღება გადააქვს ურთიერთობაში პრობლემებზე, რომლებზეც დიდწილად თვითონვე დაიწყო აქცენტირება და გააბუქა. მამაკაცი კი შეყვება ხოლმე მაგ პროცესში და მაგ გაურკვევლობაში კიდევ უფრო იხლართება. შედეგად კიდევ უფრო მეტ შეცდომებს უშვებს. ქალს კი ზუსტადაც ეგ უნდა, რომ შენ დაგაშვებინოს შეცდომები და როდესაც დაგშორდება, მთელი ეგ დაშორების ტვირთი შენ დაგაკისროს. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ დავიწყეთ მეორე შეხვედრით და მოვედით 10 წლის შემდეგ დაშორებამდე. ზუსტად ამ მიზეზით არ გაძლევთ რაღაც ხრიკებს.
და ზუსტად ამ მიზეზით გეკითხებით, როდესაც მიდიხარ ქალთან შეხვედრაზე, შენი გეგმა რაშია? ვთქვათ გააუქმე მეორე შეხვედრა და კიდევ უფრო მეტად გამოიწვიე ქალში შენდამი ინტერესი, გეგმა რაშია? თუ ცოლის შერჩევა გინდა, კარგი პრაქტიკის გარეშე თანამედროვე გარემოში უბრალოდ არ გამოგივა. თუ უბრალოდ ინტიმი გინდა, მესმის, რომ ეგ ძალიან ძლიერი ცდუნებაა, მაგრამ შენ ზუსტად უნდა გესმოდეს, მაგ მიდგომის შედეგი გრძელვადიან დისტანციაზე რა იქნება. მაგ მომენტში შენ იღებ სიამოვნების ძალიან ძლიერ, მაგრამ მოკლეხნიან დოზას. პარალელურად კი მომავლიდან იპარა მაგ სიამოვნებას. თუ ამ გზას შეყვები, უკვე მალევე ერთი და იგივე ქალით ვეღარ დანაყრდები. იმიტომ რომ პირველი ღამე ახალ ქალთან არის ძალიან დიდი ჰორმონალური დოზა. ამით შენს თავს აპროგრამებ იმაზე, რომ სულ ეგ მაღალი დოზა მოგინდება. შედეგად რაც დრო გადის, უკვე ერთი და იგივე ქალის მიმართ სულ უფრო და უფრო სწრაფად კარგავ ინტერესს. თავისთავად შედარებით ნორმალური ქალების მიმართ კარგავ მალევე ინტერესს. ზუსტად ამიტომ არის ძალიან აბსურდული ის მიდგომა, რომ გავიგულავებ და მერე დავჭკვიანდები. არაფერს არ დაჭკვიანდები. თუ შენ არ შეჩერდები, გეტყვი ახლა რა გელისწინ და კარგად დაიმახსოვრე. სულ არსებობს სამი სცენარი, რომელიც გელოდება წინ. პირველი, შენ გადაიქცევი ემოციების მტაცებლად. შედეგად სულ უხარისხო ურთიერთობები გექნება სხვადასხვა ქალთან. რატომ უხარისხო? და იმიტომ რომ ნორმალური ქალი შენ ვერ მოგინდება, ვერ გამოიწვევს შენში ინტერესს. შედეგად ყოველთვის სხვა ქალი მოგინდება ხოლმე და სულ ტანჯვაში იქნები. და თავისთავად პრობლემური ქალივით შენივე ხელით გააფუჭებ მაგ ურთიერთობას. ან პირდაპირ მიატოვებ, ან ურთიერთობაშივე უღალატებ ხოლმე. საბოლოო ჯამში არაფერ კარგ შედეგამდე ეგ მაინც არ მივა. მეორე სცენარი, აირჩევ უკიდურესად პრობლემურ ქალს, რომელიც შინაგანად ძალიან გარყვნილი იქნება. რომელიც სულ დაძაბულობებს შექმნის ურთიერთობაში და რომელიც თავისთავად მაგ ყველაფრით გაგიჟებულ ინტერესს გამოაუძებს შენში. მაგრამ ადრე თუ გვიან ეგეთი ქალი აქეთ დაკარგავს შენს მიმართ ინტერესს და წავა შენგან. იმიტომ რომ მისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, რომლის გარტყმაშიც არ ხარ შენ, ის შენზე კიდევ უფრო ბინძური და დეფექტურია. მესამე სცენარი კი არის ის, რომ შენ საერთოდ აღარ მოგინდება ოჯახის შექმნა, ვეღარ დაინახავ მაგაში აზრს და უბრალოდ სხვადასხვა ქალთან ეცდები რომ დრო ატარო. შტერმსმენელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეგ ხომ მაგარია, ზუსტად ეგ მინდა მეცო. მაგრამ ეგ არის ძალიან ბავშვური, უგუნური მინდები. რადგან ეგ სერიოზულ ფსიქიკურ აშლილობას გამოიწვევს შენში. პერიოდული ფაზათა ცვლილება გექნება. რემისიის ფაზა, გამწვავების ფაზა, რემისიის ფაზა, გამწვავების ფაზა. იმიტომ რომ შენი ჰორმონალური სისტემა მაგ დროს უკვე ძალიან შერყეულია, არასტაბილურად მუშაობს. ჯერ გაგიჟებულს გაქვს ურთიერთობა და სიამოვნებას იღებ, შემდეგ სერიოზული დეპრესიები გეწყება, სერიოზული ჩავარდნები გაქვს. ყველაფერი გაღიზიანებს, აღარაფერი გსიამოვნებს. ზუსტად ამიტომ, ერთადერთი რისკენაც უნდა მიისწრაფებოდე არის ნორმალური, შემოქმედებითი ურთიერთობა, კარგ და სუფთა ქალთან. მაგრამ მაგისთვის არის საჭირო მომზადება. ჯერ ეს ერთი ქალების გარჩევა უნდა შეძლო. იმიტომ რომ ძალიან გარყვნილ ქალს ისედაც ეტყობა კი ბატონო. ნუ იქ ჩაცმულობაზე ეტყობა, ქცევაზე და ასე შემდეგ. ეგ მარტივია. მაგრამ ძალიან ბევრია ისეთი ქალი, რომელმაც ჯერ თვითონაც არ იცის რა გარყვნილობა დევს მასში. შენ კი გამოუცდელ მამაკაცს ძალიან პატიოსან და მოკრძალებულ გოგონად მოგეჩვენება. და რომ შეამჩნიო იმ გარყვნილობის 5% მაინც, რასაც ის კონკრეტული ქალი შეიცავს. როდესაც შენშიც არის გარყვნილობა და შენს თავში ეგ ნორმად არის ქცეული, სხვაშიც ნორმად აღიქვა მაგას და ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ. მაგ დროს შენ უბრალოდ ბრმა ხარ, დაუცველ მდგომარეობაში ხარ. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ სულ რომ შემთხვევით კარგი ქალი შეგხვდეს, თუ მოუმზადებელი ხარ, როგორც თქვი, ის მალევე მოგბეზრდება. და მხოლოდ თავშეკავების პრაქტიკით არის შესაძლებელი, რომ კარგი ქალი სულ გინდოდეს და სულ კარგი ურთიერთობა გქონდეს მასთან. ამიტომ როგორ დავკერო ქალი და ნეტავ როგორ ჩაივლის შეხვედრავ, სინამდვილეში მაგაზე ფიქრი შეუძლია მხოლოდ მოზარდის ჭკუის მქონე მამაკაცს. შენ კი შენი მენტალობის გაძლიერებაზე უნდა დაიწყო მუშაობა. რეალურად შინაგანად მენტალურად ძლიერი მამაკაცი გაგიკვირდება და არავის არ კერავს. იმიტომ რომ ქალი მაგასაც გრძნობს. მამაკაცის მენტალურ სიძლიერეს კილომეტრიდან ამჩნევს. ქალს აქვს მაგის ინდიკატორი და აქეთ ქმნის ისეთ სიტუაციებს, რომ მამაკაცს აქეთ დააინტერესოს. იმიტომ რომ ეგეთი მამაკაცი რეალურად ცოტა, მათზე მოთხოვნა კი ძალიან დიდია. აქ არ აქვს მნიშვნელობა შენ რამდენად ჭკვიანი ხარ, რა ავტორიტეტით სარგებლობ საზოგადოებაში, რამდენი გაქვს ფული და ასე შემდეგ. ამ მოცემულობაში ეგ წესები აღარ მუშაობს. როდესაც შენ რეალურად შინაგანად მენტალურად ძლიერი ხარ, ქალი მაგაზე რეალურად გიждდება. როგორც კი მაგას შეიგრძნობს, ქალი ეგრევე მოგეწებება. შენ კი იმაზე აიდგიებ ხოლმე თავს, რომ მაქსიმალურად დელიკატურად და უმტკივნეულოდ როგორ მოვიშორო. და მოგეწებებიან შენი შინაგანი პიროვნების გამო და სრულიად გულწრფელად.
და არა სხვა ნებისმიერი რამის გამო. იმედი მაქვს ხვდების სხვაობას. სხვადასხვა განზომილებებია საიდანაც დავიწყეთ და სადაც მოვედით. მოკლედ, ყველანაირი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით თავიდან ბოლომდე არის დახურულ ვიდეო კურსში. ქალთან გაცნობა და ურთიერთობის დაწყება ძლიერი პოზიციიდან. შეგიძლია შეიძინო, შეიმეცნო და უკვე დღეიდან დაიწყო პრაქტიკის მეშვეობით ყველა იმ რჩევის შენს ცხოვრებაში დამკვიდრება და შენი მენტალობის რეალურად გაძლიერება. ვიდეო კურსების კატალოგის ბმული აღწერაში და პირველ კომენტარშია. შესაძენად მომწერე WhatsApp-ზე.